დღე მშვიდობის ახალ ორი დღე ავიდე ვარ გადამიღია. მაინც ის დარჩა. ყველა ამოვიდა და მაინც ის დარჩა. ორი დღე ვიდეო არ გადამიღია და ეს მოგიყვებით რატომ? ძალიან საინტერესო, სასაცილო, რაღაცნაირი ამბავია. ხო, ეს დავლიოთ. წავიდეთ, ყავა გავიკეთოთ და ეს ახლა ყავა გავიკეთოთ და მე მოვცურთ უბედს და ემას ვქნათ. გავაგრძელოთ ესაა თაბორე ჩაწეული. შაი რამდიგად? მოიცა არ გადამიყვარა ახლა ყავა უნდა დავისხა. შაი დადგათ მერე. ამ გულმა დამარტყა რომ მივხვდი რასაც ვიძახდა. აი ასე. ეს ავდიოთ მე ავდავიკეთოთ ორი ჩემი ჭიქა მინდა. ჩემი ჭიქა მინდა, მაგრამ არ არის. ნა 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 დედა ჭიქი რაცვალოს დედა ჩემო მამაზე კადიფონ დედა თოსადარი აი ჭიქარი ჭიქა ხოი წინ მინდებს და არის ვაი აუ გუშინ გავრეცხე შეგიმერა ყურები ხო ამოგლესილი ყურები შედამის მარცვლები აგლესი მიგლესი მოგლესი შაქარი გლის მომაშორე ძირიდან გასკი არა ო დაჩარო შუქიანტე შაქარი დამთავრდება რა იქნება 9 კილოს ერთჩასა იყო რაისაც გამომაგდა სად გამოგადდა შორტი ჭუნეტელოდა დამ შაქარი მაიაკი გიყვარს მარია ჩემო სიცოცხლე ამაიასაც უყვარხარ ვის უნდა ვის ზის უნდა შენს მარიას სანტა მოიტანა ეს გინდა? გეკეთდებოდა უკვე შაქარი გავიქცევ ეხლა გახსნა და უნდა შაქარზე ზრუნავს ნეტა ასე პროშვიდე ზრუნავს ელა საყოენო საკუთარ თავზე გვარი ზრუნე არ გამოვა არაფერი ჯერ თავ მერე სხვა აი დაისკი კიდე იმენა ასჯერავი რა და მაგრამ აბარაგეთას შაქარი სხვაოც უნდა იყოს და თან შაქარი ზრუნვა შაქარი ვიყიდე ლამბორჯინი არ დამიკენია შაქარი ზრუნვა არა ლამბორჯინს ახლა მე დავი ლამბორჯინი სამყარო მომიყვეთ ჩამოწავიდე ორი დღე ხალი აღარ ვარგი ვარ არაფერად ლამბორჯინის გადამკიდე ალბათ თუ რამე ენდომება მან ხარ თუ რამე დამიძახე მივკეტოთ კარი მოვკეტოთ პირი აუ რა კაი ლოზუნგია მივკეტოთ კარი მოვკეტოთ პირი მოიცა გადავწევ ფარდები ასე და აქედან გამოვიღოთ რავი მე მგონია არაფერი აღარ დასწა საჩემო მაგრამ ნახოთ აბა ვცადოთ
ხო ბედის მონახევრია და ჩვენი რა მიდის სადოთ. აი უხალ ფილმს უყურე და დაბლია ამით ყავა და ზედა ყველაფერი არ შეიმჩნიოთ. ეს არ მიყვარს მე. ევას უყვარს და ევასი იყოს კიბოსკისერი არ მიყვარს, ამიტომ კიბოსკისერები დარჩა. აი ეს კაია, ეს მიყვარს. ეს ხოთშუს კაი რამეა, მაგრამ მე არ მომეწონა. სნიკერსი მაქვს, მაგრამ არ მინდა. ეს მომეწონა ძალიან, მაგრამ არ მინდა. ეს არის მოკლედ. აი მაშინ სულ ამომიჭამს, აი, ნახეთ. ანუ ამის გავსება, იცით რა ხევა არის, ხურები, ანუ შანსის კი არ მაქვს დროს. მაგრამ ამოცლა უცებ ხდება. ამოტლიკვა. მოკლედ ხალხო, ეხა მოგიყვებით რა შემემთხვა და რატო არ ვიყავი ეს ორი დღე და რაზე ვიყავ. აუ იმას დავხურა. რაღაცაში მაგ მიჩვენება საშინოა. და კიდევ მოიწერეთ რომ ისყავარ. მოკლედ. რაშია ეხა საქმის ვითარება. მდგომარეობა რა ხდებოდა, რატო ხდებოდა საერთოდ. მოკლედ ვინც იცით და ვინც არ იცით. ვიკამ იმ დღეს ჩოგბურთი რო იყო, არ წაგვიყვანა მე და ბონი ექიმთან. მე დაგეგმილი მქონდა ფრცხილები, შემდეგ მის დასვენებაზე, აი როცა დასვენების დღე ორ საქმეს ერთად არ ვგეგმავ ხოლმე, რომ დიდხანს არ გავიდეთ, რომ მასაც დარჩეს დასვენების დრო და პლუს რომ ევასთანაც იყოს და პლუს რომ ორივე მშობელი არ გავიდეს ისე რომ იკას დასვენების დროს ჩვენ ვიყოთ გასულები და ბავშვი მარტო იყოს, ანუ ძალიან იშვიათად ვაკეთებ მაგას, როცა მაგალითად სხვა გზა არ არის და რაღაცა აუცილებლად საჭიროა, მაგრამ იშვიათად. და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ხელი შეუწყო და ეხლა ეს ჩხორწყუდანიც რო ჩამოვიდა, ესე იგი იყო ქორწილში და ანუ ერთი დღე დაისვენა, შემდეგ წამოვიდა, არც აზრაც არ მომივიდა და მე თქვა რომ არ დაისვენო და მაშინვე წამოდი, რა თქმა უნდა დაისვენო და მე რომ წამოხვიდე, იმიტომ რომ ხელა გზა არის, ემოციურად, ფიზიკურად დაღლილი არ უნდა იყო. დაისვენა, წამოვიდა, აქ რო ჩამოვიდა, იმ დღესაც დაისვენა და ანუ მე თვითონ ყოველთვის მაგას ვეუბნები რომ დაისვენე, წახვიდე. და ანუ მაგ დღეს არ მithქვა სახლზე წავიდეთ მეთქი სახლის სასაცრელად, იმიტომ რომ დაისვენოს ხო ხმარ არ მომიღია და ვფიქრობდი რომ შემდეგი დასვენების დღე როცა ექნება, იმ დასვენების დღეს მეთქი წავალთ ძაღლსაოცრით და მაგის შემდეგზე უკვე ფრჩხილები უკვე ძალიან გასდილი მქონდა და რომ ცოდნოდა რომ მაგალითად ეგვერ წამიყვანდა ფრჩხილებზე ჩავეწერებოდი წინასწარ იმ დღეს როცა ეგვერ წამიყვანდა და ძაღლს შემდეგზე გადავანაცვლებდი და ეხლა ამ შაბათ-კვირას ანუ ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ანუ ორი დღე რომლის განმავლობაშიც გარეთ გასვლა ჩემთვის არის ძალიან დიდი დისკომფორტი. არა მარტო პირადი დისკომფორტი, არამედ საფრთხეს მოდი ასე ვთქვათ. გოგოები გაიგებენ მოკლედ. და ზუსტად ამ დღეებს ვიცოდი რომ ემთხვეოდა და ამიტომ მინდოდა მოკლედ და ნუ თავი გაიგიჟა, არაო ჩოგბურთის ფინალია, მე ამას უნდა უყურო, არსად არ წაგიყვანთო, ანუ გავბრაზდი ძალიან, წავიჩხუბეთ, სერიოზულად არა, მაგრამ ნუ აი ძალიან მეწყინა რა და თამთასაც მივწერე, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მე ფრჩხილზეც ვეღარ წავიდოდი და საერთოდ მე რაღაცა რომ აქ დაგეგმილი და მე ვარ გამოდის, ეს ძალიან მიჭირს ხოლმე გადაწყობა მე არ ვარ აი არიან ადამიანები რომელიც ერთი გეგმიდან მეორეზე ძალიან ადვილად გადადის და მე ვარ ის ვისაც ძალიან უჭირს რაღაცა დაგეგმილზე რის შეცვლა და მით უმეტეს კიდე თუ მაქვს რაიმე ისეთი მიზეზი აი მართლა ხელშესახები ხო, მაგრამ აი ის რომ ვფიქრობ რომ თამაში რომელიც შეიძლება მე ინტერნეტში ნახო და ამას არ აკეთებ და უბრალოდ უნდა იჯდე მაგას უყურო და ამის გამო მეუბნები უარს და საქმეზე, ანუ მე ხო გართობაზე მეც რო გასართობად მივდიოდი, ოკეი, მითხარი უარი, მაგრამ ანუ საქმეზე, რომ ანუ რავი, ძალიან ისეთია უპასუხისმგებლო ქცევა ჩემთვის, თან მით უმეტეს რომ
ვიფიქრე, რომ აი შენაც გინდოდა გააკეთე, დატკბი, დაისვენე კიდეც და ხო შეიძლება, რომ ეხლა კი არ მიაბა ესეც, არამედ მე რაც მინდოდა ის გავაკეთე. მოკლედ, ყველა კუთხით ძალიან ცუდად ვიქცევი თავი, ძალიან გავბრაზდი, ძალიან გავნაწყენდი და საერთოდ გავჩუმდი, იმიტომ რომ მე როცა უსამართლობის შეგრძნება მაქვს, ცუდად ვიცი ხოლმე თქმამ. ამიტომ საერთოდ გავჩუმდი. და ვფიქრობდი, რომ ანუ მე როცა სადმე მინდა წასვლა, არავის არ მქონდა სახვეწარი. მათ შორის არც იქათვის და ვიფიქრე, რომ მე როგორ უნდა მყავდეს მანქანა. და აი აქედან დაიწყო. მე ხარ მაქვს არანაირი რესურსი, არანაირი ფული, საერთოდ არაფერი, რომლითაც მაგალითად შეიძლებოდა რომ მანქანა მეღიდა. მაგრამ არის ერთი გზა, ნელ-ნელა გადახდის, რომლითაც მე შემიძლია რომ ანუ ძალიან გავიჭირვო, მაგრამ ვიყიდო სმარტი. სმარტი არის მანქანა, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა. აი, წლებია იქ მანქანა მომწონს და აქამდე ალბათ შევაგროვებდი მაგის ფულს, რომ მიფიქრა, რომ აი ყიდვა მინდა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, კოტიც მეუბნებოდა, იქაც მეუბნებოდა, იქ ხო მანქანა არ არის, ვინმე რომ დაგეჯახოს, ეგ ხო უსაფრთხო არ არის, რეალურად მანქანაც არ არის, იმიტომ რომ ორი კაცი შეგიძლია შემდეგ კიდე ერთი ადამიანი წაიყვანოს სადმე, ანუ ძალიან მარტივად ფუჭდება, არის უკვე ძალიან ძველი. აქვს პრობლემები ძრავზე, გადაცემათა კოც, მოკლედ არ ვარ რა, ხო და? ამის გამო, რადგან ყველა ლოგიკური აზრი ეუბნებოდა, მეც ჩემ თავს ეუბნებოდი უარს. არა და მე ხომ მყავდა Nissan March-ი, არ მომწონს Nissan March-ი, არ მომწონს Toyota Yaris-ი, არ მომწონს Fit-ი, არ მომწონს აი ესეთი, რა ვიცი, არც ერთი Fiat-ი როა ძველი, ახალი მომწონს, მაგრამ ახალი ძვირია, ძველი. Fiat-ი ახალის წინა ვერსია. Ну, მოკლედ არც ერთი ვერსია, რომელიც $2000, ანუ აი $2500 ვერა, განმარტებითაც ვერა, 2000, 200 მაქსიმუმი და ეგეც ნელ-ნელა. შემიძლია რომ გადავიხადო. Ну, არა ის უცებია იღებს, მაგრამ მე გადავიხდი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ და ესე იგი მოკლედ ეს აზრი რომ მომივიდა პირველ დღეს, ну, არაფერი და შემდეგ დღეებში ეს აზრი ჩემში დაიბადა, გაძლიერდა და ეს ბოლო 2 დღე არის. ჩავუჯექი და დავიწყე ძებნა. Ну, გავარკვევინე რომ კარგი არის დიზელი. იმიტომ რომ ბენზინის სმარტი და თან ტურბო არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, ფუჭდება ყველაზე ადვილადო. და ყველაზე გამძლე არის დიზელის ვერსია, ასევე რა თქმა უნდა წავს ძალიან ცოტას, ბენზინი არ წავს ძალიან ცოტას, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა პატარა, მაგრამ დიზელი წავს ძალიან ცოტას და ნუ უნდა იყოს კაი მდგომარეობაში და მოკლედ ეს 2 დღეა. მთელი დღე დილიდან საღამომდე ვსივარ და ვათვალიერებს მარტეს. მივწერე უამრავ ადამიანს, დაურეკე უამრავ ადამიანს, ზოგს რაღაცა ჭირს, ზოგი ძვირია, ზოგმა გაყიდა, ზოგი აი კატასტროფულ მდგომარეობაში, მე შევთანხმდი ერთს. ესე იგი ძალიან კაი ვარიანტი იყო, წლოვანებით იყო 2006 წლის და მოკლედ ამ ბიჭმა მითხრა, რომ ანუ არ აქვს ტექნათვალიერება გავლილი, გაატარებს ტექნათვალიერებას, უკანა აქ მისკოჩილი, რა ვიცი, ყველა რო შევედი ჯგუფში და რაღაცა უკანა კრილოს ეძებს რა და აი ეგ ეტყობა ადვილად ურტყავ და ადვილად ტყდება და ეგ აქ მისკოჩილი და ანუ მაგას გავაკეთებო, ანუ $1900 ეს მანქანა პლუს 200 ლარი, მაგას გავაკეთებო და ისა რეალურად ეს ფასი არის იაფი, მანქანა არის ის ფერი, რომელიც მე მინდა შავი, ან შავი ნაცრისფერში, ან შავი თეთრში, ну უფრო შავი მინდა რა. ну ლურჯით შეიძლება, მაგრამ შავი მეტად მინდა. და მოკლედ, აი ხან ჩემი თავი მაჩერეს და მეუბნება რომ ეს არის ყველაზე სულელური საქციელი, იმიტომ რომ პირველად შენატანათ აი შავი დღისთვის რაც მაქვს ეგ უნდა დავდო და მეც პლუს ვალი უნდა მქონდეს. ანუ
რავი, სისულელეთ ჩანს ძალიან. და მაქვს მომენტები, რომ იქაჩერდი არ გინდა, ეხლა არ გაქვს მაგის საშუალება და უბრალოდ ადეკიდან მოაგროვე ეგ ფული და $2500 მოაგროვე, როცა მოაგროვებ და აი ყველაზე საუკეთესო ვერსია იყიდე, რომელსაც ხელს დაადებ. მეორე ჩემი მე, რომელიც მეუბნება, რომ არა მე ეხლავე მინდა და თუ ახლა არ ვიყიდი, მე აღარ ვიყიდი და ხო იცი ეგ. და თან მინდა რომ აი ვფიქრობ, რომ იჯო წავალ ჩემ სოფიასთან რომ მივალ რომ გავვლის სახში რომ წავალთ ერთად თელი დღე რომ არ ვიქნები წამოსასვლელი ტაქსით რომ შემიძლია წავიდე სადაც მინდა რამდენი ხანიც მინდა ჩვენ რომ ვივლით რომ გავიხსენებ გზებს რომ წავალ ხოლმე სამგორის ბაზარში სომენდონ და წავალ გლდანში წავალ ლილში რაღაცნაირად გიგონებ ხელფეხი გაგიხსნება რა რა ხელფეხი საერთოდ მაგ შეკრული ხა აი ძალიან ბევრი ადამიანი თელი ცხოვრებაც კი დადის სასუქადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ მე ჩემთვის არის ძალიან დიდი რეალურად პრობლემა. ჯერ ერთი დრო, რომელიც უნდა ელოდო, იმიტომ რომ ბავშვი მყავს ხოლმე დატოვებული და ანუ ერთი არის საქმე, რომელიც უნდა გავაკეთო და მეორე არის დრო, რომელსაც უნდა დავხარჯო, ველოდები ტრანსპორტს, მეორე ტრანსპორტს და ასე შემდეგ. მესამე ხელვა და ჩემთვის დისკომფორტიც არის, უნდა ტაქსით წასვლა, ღამე არ მიყვარს, ადრე ეს რო თქვი ძალიან მაგრა გამლანცხეს ქალებმა და მე არ ვიცი ამაში რა არის გასალანცხი, ანუ მიჩემია რომ ჩემი წავიდე ვიდრე სხვა წამიყვანს მით უმეტეს უცხო ადამიანმა და რა ვიცი, მოკლედ ძალიან მინდა და ვიფიქრე რომ მე რა რომ ადვილად ფუჭდება, მე რა რომ ერთ ადამიანის მეც ვერ წავიყვან თუ სხვა ადამიანის საყვარელ მე გამოვყავს სახში სხვა მანქანაც არ არის პრობლემა. ეს არ იქნება ხა ოჯახის იმედი ერთადერთი ეს იქნება ჩემი პერსონალური მანქანა. ბავშვი ვიყავი კი მითო და ძალიან პეცებოდა რომ თუ სკოლას დამთავრებდი სულ 5-ებზე ამიყიდი და პატარა ყოველთვის კუკუშკა მანქანა მინდოდა. მაგრამ თქმა უნდა ეგ შეპირება ისეთ შეპირება იყო როგორც აი ყურის გახვრიტას რომ პირდებოდა კბილზე მიყავდი. რომელიც თქმა უნდა დავიწყებას მინდით როგორც კი დავამთავრე 5-ებზე. და მე ხარ ამიზის გამო ვერა მე მყავდა მანქანა, მაგრამ მოგვიწია გაგვეხიდა. და მოკლედ დავრჩი ესე მანქანის გარეშე. ვიკას მანქანაზე არ ვჭდები, იმიტომ რომ ჯერთ იმიტომ რომ ესე აღვიქვა რომ ჩემი არ არის. მეორე იმიტომ რომ დიდი ხანი არ უნდა რომ და სადმე რომ მივარტყავ. ეს არის სამსახურის მანქანა. მაგას ჩემთავს ვერ ვაწვევ მაგის უფლებას. გადაარ შემილია. просто შინაგან ჩემი თავი არ მიშვებს, ხო ხდებით? ხოდა მეგონა რომ გუშინ შობაც ვიყიდიდი. ამიტომ ამ ბიჭ შევთანხმდი. მინდა გლაჟი ვცხოვრობ. ჩემ სახთან არის ეგ დათვალიერება. გავატარებ მაგას. მეთქი მაჩვენე. მე ხელოსანთან წავყავ, მეთქი არ წაიყვანო ხელოსან, ჯერ მაჩვენე. ხო, ნახო მაგა, მე რას გავიგებ, მაგრამ ისინი ხო გაიგებენ. მანახე მანქანა თქო. მოდი თქო აქ, გიგვიძესან ან ჩვენ მოვალ თქო, ოკეიო. მე კრილ გააკეთე თქო და თუ გინდა თუ მოაზრებ ხოლმე ვიყიდი თქო თუ არა და ორ შაბათს თქო.
ხო და დილასო შეიხმიანებია. უცნაურობა ის აქ, რომ ყველას რო სიჩქარეების გადამრთავი აქ ერთნაირი, ამას აქვს სხვანაირი. რაღაცნაირი ძალიან უცნაური. კითხა მეთქი ეს რა არის? ჩვეულებრივად დადისო, ჩვეულებრივად თავსო. მეთქი არა გავიგე რომ ჩვეულებრივად თავს მას შეცვლილი აქვს მეთქი? არ ვიციო. მე რო ვიყიდე ასე ქონდაო. ხო და მერე ისა მითხრეს რომ შეიძლება კარობკა აქვს შეცვლილი. ხო და კიდე მითხრა რომ ზეც ვამატებო 4000 ანუ ნახე როგორ თქვა კარობკა აქო იდეალურიო და ძრავზე მითხრა ზეც ვამატებ ხოლმე 4000 კილომეტრზეო და ანუ ეგ ვერ გავიგე ეგ მითხრა იმიტომ რომ აი თვითონ ასე უვლის და ზრუნავს თუ ის იკლებს და იმიტომ ანუ 4000-ზე რეალურად ვინც მე არ ვიცოდი ვინც შემსავით არიცით რეალურად 4000-ზე არ უნდა ზეთის დამატება თუ ანუ ან შენი სურვილით ამატებ ან იკლებს და იმიტომ ამატებ ხო მოგეთ სანახავი იყო რა ეგ მანქანა და ვფიქრობდი რომ გუშინ ვიყიდიდი და მეთქი წინასწარ მოდი ხო ამბობ მე რომ აი წინასწარ ამბობ ჩაიშლება არ გამოვა და ალბათ იმ ახტაცებით რომ თქვენთვის ეს ყველაფერი მომეყოლა და გამეზიარები და ალბათ ვფიქრობდი რომ აი რო ვთქვი იმიტომ არ გამოვიდა მაგრამ არ თქვი და არაფერიც არ გამოვიდა მაინც შავია მანქანა მე რომ მინდა ზუსტად ისეთი ფერი თან დიდი ხნის დადებულია ძალიან ბევრი ნახვა აქ და ჯერ კიდე არ გაიყიდა ესე იგი ვინ ყიდულობს მაგას ძირითადად ბიჭები ყიდულობენ ის ბიჭები ვინც ერკვევიან და ესე იგი ნახეს და არ მოეწონათ შეიძლება კაროკა გამოცვი შეიძლება კიდე რაღაც პრობლემა აქვს რატო ვიფიქრე გუშინ ველოდები დილდა რომ მომწერს ნუ გახდა 10 გახდა 11 გახდა 12 არ წერს ხო და მე მივწერე ახლა რა შრობით ხო რა ხო და ესე იგი მე მივწერე პირველი 20 წუთზე და მე მიპასუხა 3-ზე ეგ დათვალიერება გავატარე მაგრამ ხელოსანი დღეს არ მუშაობს ორ შაბათს ვიქნებიო და ამდენს ვაპირებ რომ მუთხრა რომ არა უშავს ვნახავ მანქანას ვფიქრობ თან ეგ დათვალიერების ფურცელსაც ვეტყვი რომ მაჩვენოს იმიტომ რომ თუ რამე პრობლემაა და გასაკეთებელი ხო ეწერება და სანამ ვფიქრობ რომ ეს უთხრა თვითონ მწერს მე ქალაქგარეთ ვარ და ხვალ ვიქნები თბილისში ამან უკვე მე ხვდები რომ ეს ვერ გაატარა სავარაუდოდ ეგ დათვალიერება იმიტომ მეუბნება რომ არ ვარ თბილისში რომ არ მოვთხოვოთ ეგ დათვალიერების საბუთი იმიტომ თუ ეგ დათვალიერება ვერ გაატარა რაღაცა პრობლემა აქვს იცნობს ხელოსნებს ანუ მითხრა რომ მეთქი მომეცი მეთქი კონტაქტი მეთქი ხელოსნების თუ გაქვს მეთქი მოგცემო იცნობს ხელოსნებს სავარაუდოდ გააკეთებს შაბათს და კვირას და ორ შაბათს მოვა და შემომტენის მე მანქანას ომს რაღაცა პრობლემა აქვს რეალურად ანუ მე არ მინდა მანქანა ომს პრობლემა აქვს იმიტომ რომ მე ხელოსნებს ვერ ვივლი გამტანჯავს დავიტანჯები მე ვერ მოვაყუტყუებ ვიღაცას რომ ეს პრობლემა არა აქვს მეთქი და ეგრე ვერ გავყიდი ამიტომ მე მომიწევს რომ გავყიდო გაცილებით ნაკლებ ფასად შესაბამისად დავხარჯავ დროს ნერვებს ფულს და რეალურად მანქანას არ დამრჩება ხელში და ამიტომ ეხა ეს რო ხვალ მომწერს ვაპირებ რომ უთხრა რომ არ მინდა არც კი ვნახავ მეორე ვარიანტია კიდე რომელიც მომეწონა ის ცოტა ძვირია ანუ ვაფშე არანაირი კრიტერიუმით არ მაქვს მაგდენი 2200-იო ბოლო ფასი მითხრა ანუ ძალიან მოვლილია ძალიან კაია მაგრამ გაყიდვა საერთოდ არ იჩქარება და საერთოდ ყიდის თუ არა ვერ გავიგე ეს ხალი არის საზღვარგარეთ ჩვენო გვინდა სხვა მანქანა ვიყიდოთო უნდა მეყიდა უკვე მაგრამ ჩაგვეშალაო შეთანხმებაო 1-2 კვირა თუ დამელოდებიო პირველს შენ გაგაგებინებო მეუბნება და ეგ რომ მითხრა ანუ მე ვთქვი რომ მეთქი რომ აი მაგალითად 1 თუნდაც 2 კვირა დაგელოდე და ანუ ნუ ყველა ვარიანტში მე რომ ყიდულობ რა ანუ შევთანხმდეთ მეთქი მაგას და ოკეი მეთქი ანუ მაგაზეც ვერ ანუ მაგაზეც მითხრა რომ არა თარიღი არ არის ცნობილი და რაღაც ისეთია რა ანუ შევავში გადაიფიქროს ადამიანმა გაყიდვა ხო თუმცა ეგ მანქანა იმართლა ისეთია რომ ხელი არ დაედება და ფერიც შავია მე რომ მომწონს და რავი ყველაფერი აქვს დიზელია და ყველაფერი აქვს ხო და მაგათ ვერ ნახე რაც მინდა არის ნუ რეალურად როგორც მივხვდი 2.5 მაგის ძვირი ფასია 2 და 2 ნორ
ორის ქვემოთ იაფი, მაგრამ ორის ქვემოთ რაც არის ყველას რაღაცა ჯანდაბა ჭირს. ისეთი რომ რეალურად შეიძლება ვინც ხელოსანია იმან ძალიან იაფადაც გააკეთოს, მაგრამ მე უფრო ძვირ დამიჯდება, ვიდრე ძვირად რომ ეყიდა. შესაბამისად, აი ესე გამოკიდებული ვარ ჰაერში. ეხლა საერთოდ წუხელ ფიქრობ, რომ აუ იქნება გადაიფიქრო და მაგას რომ ვფიქრობ, იცი შვებას ვქნო გულში, აი ეს ფული არა მაქვს ხალხო. და გადახდას რთული იქნება. და ის ერთი თვის ფულიც აღარ მექნება, რომელიც ახლა მაქვს, რომ საერთოდ შემოსავალი არ მქონდეს ერთი თვე რადაც ვიცხოვრებდი, ეგეც აღარ მექნება. ხო და თამბლი უნდა ვიხადო კიდე. ამისთვის ხო ვერ შევაგროვებ, უსაფრთხოებისთვის ასე ვთქვათ და თანსახდელი მექნება ის. და თან მანქანას ცუდი გამომადგე კიდე ვაფშე, ხო ხდებით? არ და ისე მომინდა. იცით, ხელი მქონდა ჩაქნეული უკვე იმაზე, რომ მე მანქანას ვიყიდი. აი 1900 რო ღირდეს. რა გაიქნებოდა? კარგი ვერსია. ის ბიჭი ვარ მაიმუნობდეს. რა კარგი იქნებოდა. არა, ცოტა ხა $300. და რა უნდა მეთქვა რაღაცას ვამბობდი და ხო, ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ რეალურად მე მინდა მანქანა ყოველთვის მინდოდა და ხელი მქონდა ჩაქნეული, უკვე მეშინიან ქალაქში დაჯდომა, უკვე მავიწყდება გზები. და 2 წელი ისე ვატარე, რომ მე არც ერთი ჯარიმა არ მაქვს, არც ერთი ჯარიმა არ მაქვს, არც ერთი DTP არ მაქვს, ავარიაში არ მოვყოლი ვარ, თუ ყველას მწვანეზე გვევლოს ხალხო. და თითქოს ისეა, რომ ხელი ჩავიქნიე და დავივიწყე. და აი ახლა თითქოს მაგის მომენტი, რომ უნდა დავუბრუნო ჩემ თავს რაღაცა ჩემი ხდებით, რაღაცა პატარა ჩემი ნატეხი. აი ფაზლის ერთი პატარა ნაწილი ხდებით, რომ დაუბრუნო ისევ ჩემ თავს, რომ ეს აი ნახევარ მანქანა მქონდეს, ვიარო, წავიდეთ ხოლმე ერთად სადმე, ტელეფონის დასაყენებას ვიყიდი და თვითონ მანქანის ტარების გახსენებაც ცოტა მაშინებს, მაგრამ აი ეს მანქანა ისე მინდა, ამ მანქანაში ვარ დარწმუნებული, ვიცი რომ ლოგიკურად სული უაზროს აქციელია, მაგრამ ჩემთვის ვიცი სწორია ხდებით. ხო და რა ვიცი, კაი ვარიანტიც არ არის არსად და იქნებ რა ვიცი. ჩემი კაი ვარიანტი მელოდება და სამყარო საუკეთესო სმარტს მიგზავნის. მხოლოდ უნდა დაველოდო, ალბათ ასე იქნება. ეს მინდა მომეყოლა თქვენთვის და აი გუშინ ვერც კი მოუყევი, იმედენად ემოციურად ვიყავი სავსე, რომ პროსტა ვერც კი ვილაპარაკი ამაზე ხდებით. სოფიასთვისაც კი არ მithქვა მზეუკ. ჩემი მეგობრისთვისაც კი არ გამიზიარებია, იმიტომ რომ იმდან ძალიან მინდა, იმდანად ემოციურად ვარ სავსე, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ამ თემაზე ჩაღრმავებაც კი არ შემეძლო. და წუხელ რა ვიფიქრე, ვაფშე არ იყიდო, დაიკიდე. იქნებ ჯობია რომ არ იყიდო. ვიდრე ესე გაიწეწო, იწვალო. იქნება ხლა მაგის რო არ არის. ადამიანებისთვის პრობლემა არ არის, რომ ნებისმიერ ფასიანი მანქანა იყიდონ, რომელიც მოწონს და იარონი მითვის. და შენ აი შუაზონა გაიხერო რაღაცა პატაწინა ნახევარ მანქანა იყიდო და იქნებ უნდა დაელოდო უბრალოდ შენ დროს. იქნებ უნდა გჯეროდეს, ხელი კი არ უნდა ჩაიქნი, უბრალოდ დაელოდო. მაგრამ მეორე მხრივ ჩემი თავი მევიმბა თუ ეხლა მაგას იყიდი, მე გააუმჯობესებ, მოინდომებ, მოაგროვებ და ასე შევავშ დაკარგო. მაგრამ ძალიან მინდა. და თუნდაც ის რომ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველებია ეს მანქანები ფუჭდება რაღაცა, მინდა და გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ბავშვს ერთად ვერჩევ. ყველაფრის მიუხედავად მინდა და უნდა გავაკეთო. და იმ ხელა ფრთები მომცა მაგან. რო ვიგზავნიო, ჩემთვის სწორი იყო. მოკლედ მიყვარხართ მირჩიეთ.
ვინ ზურ კომენტარებს, რომ ვაიმე ეს გეყიდა, ის გეყიდა, ეს გაგიკეთებინა, რა სულელი ხარ და ეგეთებს იცოდეთ, რომ მაშინვე დავბლოკავ. ეგ არ მაინტერესებს, ეგ აზრი არ მაინტერესებს. ვინც ერკვევით სმარტებში, დამწერეთ როგორი მანქანაა, ვისაც ყოლია. ვინმე ხო არ ყიდით? ჩემი მაყურებელი. ანუ ადამიანი რომელიც არ მომატყუებს, რომელიც მეტყვის, რომ აი ეს მე მაგალითად ეგეთი გამყიდვია. არასოდეს არ მოვატყუებ და არ ვეტყვი, თუ რამე პრობლემა გავყიდი ნაკლებად, თუ რამე პრობლემა აქვს და ვიტყვი, რომ აი ეს პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე ის უკან ანუ მე ვერ ადამიანს რაღაც ვერ შევატყნებ. მე მაგ ცოდვით ვერ ვიცხოვრებ. ანუ ჩემთვის უკან დაბრუნება უკვე ეგ იქნება, ეგ ცოდვა რომელსაც მე ჩავიდენ, რომ ეს ხო მანქანაა, რომელსაც შეიძლება ადამიანი დაგუპოს და მე მოვატყუო და შეიძლება იმან ვერც გაიგოს და რამეთა ემარცხო, ანუ რას ლაპარაკო. ფულის გამო მე არასოდეს ეგეთ ყურს არ ვიტყვი და ყოველთვის როცა მანქანა გვიყიდია ან გაგვიყიდია ყოველთვის აბსოლუტური გულწრფელობით იყო ხოლმე იქ თელი ჩამონათვალი თუ რამე ჭირდა ან არ ჭირდა ან რამე პატარა პრობლემა ქონდა რაღაცა ყველაფერი აბსოლუტურად 2000-ად გავყიდე მე მაშინ ჩემი მარკში 10 დღის წინ ისიც გავის ჩემ ბრავასად არის მარა ვიპოვე თიამ შვიდობისა